კიდე დამავიწყდა მე თქვა, როცა სიმეტრიაზე ვლაპარაკობდი. პირამიდების ახლომახლო და ძველ ეგვიპტეში ზოგადად, ძველი პირამიდების დროინდელი რაღაცები რაც არის ნაპოვნი. როგორც სიმეტრია არის უნიკალური ასევე ერთი სიგჟერამ. მაშინ არ არსებობდა რკინა, მაქსიმუმ იყო სპილენძი და ნაპოვნი გრანიტის ქვები და ფიგურები არის დაჭრილი. და ძველ ეგვიპტელებს არ უნდა ქონოდათ არანაირი საშუალება ისეთი, რითიც შეეძლოთ გრანიტის ქვა გაეჭრათ. და ნახეთ რეებია ნაპოვნი. აი აქ როგორ არის თითქოს ხერხისგან ჩანაჭრელი. ეს მომრგვალებაც კიდე მოჭრით არის გაკეთებული და არა ხელით. იმდენად ზუსტია. აი ესეც. თანამედროვე პროფესიონალი ადამიანები, ვინც ამ სფეროთი არიან დაკავებულნი, ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია ხელით გააკეთო ასეთი მოჭრა. აი ამ ქვაზე კიდე ეთყობა აქ როგორ ჭრიდნენ და აქ შემდეგ დაიკიდეს და აღარ გააგრძელეს, მაგრამ რაღაცა მოწყობილობით არის ჩაჭრილი. აი კიდევ ესეთი. თანამედროვე მკვლევარები გვეუბნებიან, რომ სპილენძის იარაღით ასეთი ჭრილის გაკეთება შეუძლებელია, რადგან გრანიტს ბევრად უფრო დიდი სიმკვრივე აქვს, ვიდრე სპილენძს. ეგ იგივეა კარაქით რომ სცადო ალუმინის გაჭრა. ეს ყველაფერი რაც მე ახლა მოგიყევით, ბოლო თანამედროვე აღმოჩენამდე ისედაც ცნობილი იყო და ამიტომ იყო პირამიდები ყოველთვის შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი საკვანძო რამე. პლუს კიდე პირამიდებში აღმოჩენილია უამრავი საიდუმლო ოთახები და გვირაბები, რომლის დანიშნულებაც ასე არ იყო ახსნილი არასდროს.